მაშასე მეგობრებო, ესე იგი ვიეტნამის ომი 54 წელს, ინდოჩინეთის ომი, პირველი ინდოჩინეთის ომი ეგრეთ წოდებული დამთავრდა 54-ში ჰოშიმინის გამარჯვებით. ჰოშიმინმა მოიგო ეს ომი და საფრანგეთი დამარცხდა. და ჟენევაში ეგრეთ წოდებული ინდოჩაინა კონფერენს გაიმართა ჟენევა 54 წელს და სადაც საფრანგეთმა აღიარა დამარცხება და მისცა დამოუკიდებლობა ინდოჩინეთს, მაგრამ ინდოჩინეთი არ არის ერთი სივრცე, ხო? აი, როგორც აღნიშნე არის ვიეტნამი, კამბოჯა და ლაოსი. და კამბოჯა და ლაოსი მისცეს დამოუკიდებლობა. მაგრამ ვიეტნამს არ მისცეს დამოუკიდებლობა და არ მიანიჭეს გამარჯვებულ ქვეყანას დამოუკიდებლობა, გამარჯვებულ იმას, რა ქვია, გამარჯვებულ ვიეტნამელებს და გაყოს ორ ნაწილად. კერძოდ ეს გაყოფა მოხდა at the 17th parallel. ანუ მე-17 პარალელზე, აი გეოგრაფიულად მე-17 პარალელზე გაყვეს ესე იციან ხოლმე გაყოფა რა, ანუ ჩრდილოეთ კორეას და სამხრეთ კორეას ეგრეა გაყოფილი იმაზე რა ქვია. ერთ პარალელზე 54 თუ არ ვცდები. ანუ ესე უბრალოდ გაყვეს ჯუაზე ხელი დაადეს რუკას და აი აქ გავყოთ. ეს რაღაცა გაუკეთეს და ჩრდილოეთში მოექცა. ანუ ამერიკამ საერთაშორისო საზოგადოებამ გაყო ვიეტნამი აი ამ კონფერენციაზე ინდოჩინეთის ჟენევაში 54 წელს და ჩრდილოეთში მოექცა, ესე იგი, ჰოშიმინი, პრეზიდენტი ჰოშიმინი, რომელიც რეგულარულ თავისუფლებელ მოძრაობას აწარმოებდა და ქვემოთ მოექცა სხვა, ასე ვთქვათ, ადამიანი, რომელიც ჩამოიყვანეს პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ნიუ-იორკში ცხოვრობდა ეს ადამიანი ნიუ-ჯერსიში ცხოვრობდა და დასვეს გვარად არის დიემი ეს ადამიანია კათოლიკე პრეზიდენტი დაუსვეს და ასე ვთქვათ მთავარი მანდ იყო რომ ზემოთ ძირთად მოექცნენ ჭრელი სასტავი იყო, მაგრამ დომინირებდნენ კომუნისტები, ხოლო ქვემოთ იყო, ასე ვთქვათ, ამერიკის მილიტარისტული დესპოტური რეჟიმი, აი ამ ნგო დიემის ხელმძღვანელობით. და გადაწყვეტილი იქნა, რომ 56 წელს მოდი ჩავატაროთ ეს, რა ქვია, არჩევნები და გავაერთიანოთ ვიეტნამი, მაგრამ ამერიკას სხვა გეგმები ჰქონდა ხალხო, მან ამოეკუქა ომი და ასე ვთქვათ, არანაირ გაერთიანებაზე არ იყო საუბარი, ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ აი ეს ვიღაცა ნგო დიემის არავინ არ იცნობდა და ყველა ვარიანტში, ანუ ამერიკის დასმულ კაცი წააგებდა ამ არჩევნებს და მოიგებდა ჰოშიმინი. ხო და აქედან გამომდინარე ამერიკას არანაირად არ აწყობდა ჰოშიმინის გამარჯვება, მიუხედავად იმისა, რომ კიდე გეუბნები ჰოშიმინს თითქმის მთელი ეს პერიოდი ეგონა, რომ ამერიკა მის მხარეზე იყო, იმიტომ რომ იარაღს აწვდიდა. ანუ მის გამარჯვებაში მას წარმოუდგენა ჰქონდა, რომ მის გამარჯვებაში ამერიკამ ითამაშა გადამწყვეტი როლი და ვერ წარმოიდგენდა, რომ ამერიკა ასე ვთქვათ, აი ამას გაუკეთებდა რა. ბოლო მომენტამდე ასე სჯეროდა. ხო. და იწყება მზადება დიდი ომისთვის. დიდი ომისთვის იწყება მზადება ძვირფასო მეგობრებო. და რაში გამოიხატება ეს? იმაში გამოიხატება, რომ აგერ არის, აი. ამერიკა აგზავნის სამხრეთ ვიეტნამში, აი ამ მის კაცთან აგზავნის ჯენერალ ედვარდ ლანსდეილს, ცნობილი, ძალიან ცნობილი სპეციალისტი დაფარული სპეცოპერაციების. გენერალი ლანსდეილი ჩაუდგა სათავეში CIA-ის ქვედანაყოფ საიგონში. საიგონი რა არის? საიგონია ეს სამხრეთ ვიეტნამის ახალი დედაქალაქი, ხო? და იქ ხირავობს იგი, ასე ვთქვათ, სხვა აგენტებს და ძალიან ბევრი აგენტი იყო, რა თქმა უნდა, CIA-ის მან და ისინი აწარმოებენ დესტაბილიზაციის საქმიანობებს ამ ვიეტნამში. კერძოდ მაგალითად, they poured sugar into the tanks of Ho Chi Minh military trucks, rendered fuel supplies unusable. ანუ მეებში რა ქვია, შაქარს ყიდნენ ბენზინის მეებში, რომ ტანკებში და სხვა მეებში, რომ Ho Chi Minhs არ ქონდა შესაძლებლობა, რომ საწვავი გამოეყენებინა.
აფეთქებდნენ სხვა იმეებს, რა ქვია, ორგანიზაციებს, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო და დესტრუქციას აკეთებდნენ. ეს ყველაფერი ხდებოდა ალენ დალესის მონაწილეობით ვაშინგტონისგან. ოფიციალურად, ანახეთ, officially the United States was not involved in any combat operation when the CIA station in Saigon requested large combat helicopters. მეცაც გეტყვით, ანუ ნახეთ, ამერიკა თქო უნდა ოფიციალურად არ არის ჩაბმული, არავინ არ იცის, რომ ამერიკა აქ მუშაობს ამ შემთხვევაში და როდესაც იმან რა ქვია, საიგონის აი ამ გენერალმა მოითხოვა როგორია ლინცდეილი, ხო? ლინცდეილმა მოითხოვა, რომ მეტი სჭირდება, რა ქვია, დახმარება და კერძოდ საბრძოლო ვერტფრენები მოითხოვა 1960 წელს. The secret shipment first had to be approved by the National Security Council in Washington. ანუ რადგან უნდა ნაციონალურ ამერიკის იმას უსაფრთხოების საბჭოს მიიღო ეს გადაწყვეტილება, ეს რომ არ მომხდარიყო, არ მოხდა ესე. მის დაუჩუმრად helicopters were cleaned. ვერტფრენები გაწმინდეს. რას ნიშნავს გაწმინდეს? გაწმინდეს ნიშნავს, რომ ყველა მაიდენტიფიცირებული მარკა იქნა წაშლილი. So that they could not be identified as coming from the US Marine Corps. რომ არ ყოფილიყო მისი ბმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. They bore no insignia and no secret number. როგორც მაიდენტიფიცირებული ინსიგნია წაუშალეს, ისე ნომერი სერიული, რომელიც იყო ამ ვერტფრენებზე. South Vietnamese gunners then fired the gunship at people whom the CIA had labeled bandits, communists and Viet Cong in efforts to exclude them from the human family. ანუ, როდესაც შემოვიდა ეს ვერტფრენები, ვიეტნამელებმა კაცო არ იცოდნენ რა ვინ იყო, რა იყო, როგორ იყო, დაუშინეს ისინი, რა ქვია. იარაღი, ანუ ესროლეს რა ამ იმეებს. და მე მომავალში ამერიკელები მას უწოდებენ Viet Congs, Viet Congi იყო ასეთი სახელი, რომელიც მომავალში ეწოდა, ბანდიტებსაც ეძახდნენ, Viet Cong კომუნისტები, ეს იყო ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც საოცარი გაჭირვების გამო ბანდ ფორმირებები იყო, არავის კონტროლის ქვეშ ხალხი არ იყო. უბრალოდ იყვნენ ბანდიტები, ესეთი ჩაულებრივი ისინი ფირალები, რომლებიც ყველას ატერორებდნენ. ყველას, ანუ ეს არ იყო რაღაცა ვიღაცის კონტროლის ქვეშ ბანდიტები. ხო, რა მინდოდა მეთქვა? ხო, აი ეს არის ძალიან საინტერესო. The CIA was supported by the US Army Special Forces, the Green Berets. ანუ CIA-ს ეხმარებოდა ეგრეთ წოდებული მწვანე ბერეტების დანაყოფი, ქვედანაყოფი. ანუ ცლად მონაწილეობს ხალხი, უჩვეულოდ ჩართულია. ამერიკა ომობს. აი მაგალითად ხო ჩამოვიდნენ ეს სპეციალური ქვედანაყოფის ისინი ვიეტნამში 61 წელს. ანუ 64-ში ხო დაიწყო ოფიციალურად. არა რაღაცა 61 წელს უკვე ყველაფერი უკვე ხალხით ჩართულია. აი ვინმე შეიძლება კონდეს ის რა ქვია წარმოდგენა რომ აი მარტო იარაღით ამარაგებდა იარაღით არა 61 წელს ჩამოვიდა ეს ხალხი და ატრენინგებდა სამხრეთელებს ამზადებდა ომისთვის ამზადებდა დიდი ომისთვის ჩილეთის წინა ჰოჩიმინის წინააღმდეგ ხო აი თუ მაგალითად ჩვენ ახლა ვნახავთ ოფიციალურ იმებს აი ყურე პენტაგონის ისინი მაგ თქვენს წინაშე declassified US government study ანუ დეკლასიფიცირებული სადაც ვკითხულობთ from 1955 to 1960 American military aid and covert operations were masked in official pronouncements as technical support and advisory programs. ნახეთ თვითონ დეკლასიფიცირებულ თავის დოკუმენტებში რა უწერიათ. 1955 წლიდან 1960 წლამდე ამერიკის შეიარაღებული ძალები ატარებდნენ დაფარულ ოპერაციას, რომლებიც შეფუთული იყო როგორც ტექნიკური დახმარება და მრჩეველთა პროგრამა, ანუ რჩევის რეკომენდაციების პროგრამა. მაგალითად,
William Colby ყოფილი CIA-ის დირექტორი მომავალში იხსენებს რა, რომელიც მაშინ ვიეტნამის იმაში მსახურობდა აი ამ ოპერაციაში. ნახეთ რას ამბობს, we sanitized helicopters, ჩვენ გავწმინდეთო ვერტფრენები, we removed markings so that their origin could be denied. ჩვენო ძალიან ისე გავწმინდეთო, რომ ნებისმიერი მაიდენტიფიცირებელი ნიშანიო დაშლილი იქნაო, იმისთვის რომ მომავალში გვეთქვა რომ ჩვენი არა, ეს ისინი ვერტფრენები ჩვენი არ არისო. This was standard practiced in covert action. ეს იყო დაფარული სპეცსამსახურების მუშაობის სტანდარტული პროცედურაო. იგი იხსენებს თავის წიგნში Lost Victory, რომელიც თვითონ დაწერა 1999 წელს. აი ასეთ სიტუაციაა, ძვირფასო მეგობრებო, და თავარია. At the time, US population did not know that the United States was involved in military operations in Vietnam. და ამ პერიოდშიო ამერიკის მოსახლეობა აზრზე არ იყო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე ჩართული იყო ვიეტნამის სამხედრო ოპერაციაშიო. მას გვატყობინებს აი ეს ადმირალი, რომელიც ვახსენეთ. მადლობა და გავაგრძელებთ შემდეგში.